მოგესალმებით ქალბატონო მაყვალა დაბრძანდით გვიხარია თქვენი დანახვა და ნახვა დაბრძანდით თუ შეიძლება როგორ ბრძანდებით ყველაფერი შეიძლება დაგაბრალონ ყველანაირი ისტორია შეიძლება შეთხსან შენზე გამოიგონო და შენ თავს ვერ გაიმართლებ აი ასეთი გახამძლივებული ჟანრის კრიზისში და სახიფათო რეალობაში ვარ თან ეს ამბავი მოსულები იყვნენ ისინი დანაშაულებების შემსწავლელი ანალიტიკური კომისიის მორიგი სამიზნეები პოლიტიკოსების ომის გმირების და გენერლების წერლები და ლიტერატორები არიან ბედნიერი და უდრტვინელი კეთილდღეობის სანაცვლოდ უხსოვარი დროის ამბებს ყვებიან თან აყალბებენ მტკიცებულებებიც არ აქვთ ჩერჩეულის ყავდათ რამდენიმე პიროვნება მე კარგად მახსოვს და დამამახსოვრდა განსაკუთრებით ლაშა ბუღაძე იმიტომ რომ სწორედ მან ბრწყინვალედ შეასრულა დავალება და უცხოური დაფინანსება და დაწერა თამარ მეფეზე შემზარავი ნაწარმოები და ცოტა ხანში ოქროს საუკუნე თუ არ მეშლება სათაური მაპატიოს ავტორმა თუ მეშლება სადაც იყო იმაზე საუბარი როგორი ჩამორჩენილი ქვეყანაა საქართველო როგორ უნდა მამაკაცთან დაქორწინება და ქალს ქალთან როგორ მიდის ეს წყვილი უცხოეთში და შემდეგ რა ბედნიერები არიან რომ მათ ბავშვი აიყვანეს ეს რუსული ხელისუფლებაა ივანიშვილი რუსული პროექტია თავისთავად ცხადია და შესაბამისად დავალებებით შესაბამისია ეხლა ეს გონაშვილები და უკაცრავად ეხლა არ მინდა რაღაცა პერსონალურ სიფრთხეში გადავიდე მაგრამ ეს ნაფტალინი ამოღებული იმ წერალთა კავშირიდან და რა იყო წერალთა კავშირი ამის დრო არ გვაქვს ახლა რომ ვისაუბროთ შევარდნაძის დროინდელი და მანამდელი საერთოდ სადაც საერთოდ წერალთა კავშირი რომელიც საბჭოთა სისტემაში შეიქმნა რომელიც ტერორის ადგილია დახვრეტილი განადგურებული მწერლები განდევნილი მწერლები და ასე შემდეგ და დანოსჩიკები და დანოსშიცები ხმის მიმტანები და ანანიმშიკები და ანანიმშიცები ეს ამათი ტრადიციის გაგრძელება ამიტომ როგორია რომ წარსული სადღაც აბსტრაქციაა და ჩაკარგული არა თურმე აი აგერ არის აი ამ მაგალითებთან გვაქვს საქმე ეს ყველაფერი იყო ერთადერთი რამისთვის რომ დარღვეული იყო ქართველი კაცის საუკუნოვანი ცნობიერება შევარდნაძის დროინდელი წერალთა კავშირის თავმჯდომარე რას ილაპარაკებს სუსის დაკვეთით და რუსების საბოლოო ჯამში დავალებით ეს აბსოლუტურად იმიტომ რომ ეხა რას ბოდავს ეს ქალი საერთოდ ამ ქალზე ზოგჯერთან მითხრეს რომ დიდი პატივია მისთვის იმიტომ რომ ჩვენი რეაქციით ის უფრო შეიძლება აქტუალურიც გახდეს ცილის წამებას და მოგონილ ბრალდებას თითქოს ევრაზიული რაღაც კავშირი ლაშა ბუღაძეს აფინანსებდა სანაცვლოდ კი დაკვეთილ მოთხრობებს წერდა მაყვალა გონაშვილს ლაშა ბუღაძე არაპატიებს წერალი დარწმუნებულია რომ მოვა დრო და პოეტი ქალი ცრუ ამბებისთვის აუცილებლად პასუხს აგებს სასამართლოს სამართლიანობის იმედი ახლა არ აქვს მაგრამ სჯერა დადგება დრო ამ თანამედროვე დასმენების ავტორი პოეტი სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარსდგება ევროპელებს დასავლელ ლიდერებს იგივე შეცდომა არ დაუშვათ რა დაუშვით 2008 წელს როდესაც ბუქარესტის სამიტზე საქართველოს და უკრაინას თამათ ხო ეშინია წარსულის იმიტომ რომ ის ტერორის წარსული რუსული წარსული და რეპრესიის წარსული ეს მათთვის არის სარკე და ამიტომ ღიზიანდებიან ბრაზდებიან როდესაც ეს სარკე მათთან მიგვაქვს იმიტომ რომ არ უნდათ ამის დანახვა და ერთი მხრივ თუ დანახვა არ უნდათ რომ დაგვადუმონ რამდენად გაქვთ მტკიცებულებები იმისი რომ ის მართლა ფინანსდებოდა და ამის მიხედვით წერდა ნაწარმოებებს გასული წლების მანძილზე მე ვთქვი ის რაც ნახე ევრაზიულ ფონდში და არსებობს ეს წერილი რომ იქ იყო სამიზნე ჯგუფები პედი არაფერი და დაკვეთილი ქონდა ნაწარმოებების წერა შინაარსობრივად ქალბატონო მაყვალა არა ახალი ადამიანის შექმნის ახალი ცნობიერების და ახალი განსხვავებული ცნობიერება და გადაშენი თვითონ მისი საქმე არის იჩიოს და მოიგოს ის როცა შეურაცხყოფდა დავალებას ეს მისი პირადი ინტერესი იყო და არა ვინმესგა დავალებული ეგ უფრო ცუდი თუ ის ამაში არიღებდა რაიმეს და თვითონ დაწერა ეს ხალხშინები ცუდია იმიტომ რომ მაშინ ამის უფლებაც არ ქონდა არავითარი დასვენა არ არის და მოვყევი უბრალოდ რა ხდება ქართულ ცნობიერებაში და რა საშიშროებებია რა საშიშროებებს ხედავთ ქალბატონო მაყვალა რა საშიშროებებს ხედავთ ქალბატონო მაყვალა ერის სულიერებაზე საუბრობდი და შემოკარგო წარსულის ტრადიციებზე საუბრობდი
ბუღაძე ერთადერთი თავდასხმის ობიექტი არ ყოფილა. მაყვალა გონაშვილი მწერალთა სახლის წარმატებულ ყოფილ ხელმძღვანელზეც ნაწყენი ყოფილა. მახსოვს რომ ნატოლომოურმა ამ სიტყვის სრული გამოგვაგდო შენობიდან და ჩემ ცხოვრებაში პირველად ეხლა ბატონი რეზო ისეთი ადამიანია არც აკადრებს სიტყვა შემეცოდას. აი შემეცოდა ბატონი რეზო მიშველაძე წვიმაში როგორ იყო დაღნობილი მაგიდას და როგორ ვერ შევიდა თავის ისტორიულ შენობაში. ნატალომოური ფიქრობს, რომ კომისიაზე მოყოლილი ამბები პოეტმა უბრალოდ მოიგონა. მწერალთა სახლის ყოფილ ხელმძღვანელ ნატალომორმა პირდაპირი პასუხი ცილის წამებაზე არ ისურვა და მაინც გითხრა. მაყვალა გონაშვილის რაღაც პასკვილებზე არც ვაპირებდი და არც ვაპირებ პასუხის გაცემას. ძალიან ისეთია თვალსაჩინოა და ყველა მიცის სინამდვილეში რაც ხდებოდა, როგორ ღია იყო მწერალთა სახლის კარი ყველასთვის, მათ შორის მისთვის, რეზო მიშველაძისთვის, მწერალთა კავშირის ყველა წევრისთვის და ეს ხდებოდა პირველი დღიდან ბოლო დღემდე. ყველა თავის სინდისთან უნდა დარჩეს მერე და მაყვალამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი და მაგრამ სამწუხაროა ის რომ მართლა იგივე მეორდება რომ წერლებზე იწყებენ ლაპარაკს არა და პოეტიკალი შაბათის ფორმულასთან ინტერვიუში ძირწმუნება რომ ნატალომორმა თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ის მწერალთა სახლიდან გამოაგდო. მე ნატალომორზე არაფერი არ ვთქვი, ერთადერთი თქვენ რომ არ შეგუშვა შენობაში და ჭიმაში ქუჩაში ვიდექით მეთქი. თუ თქვენ მიგაცეთ არ შეგუშვათ შენობაში ქალბატონო ნატა როცა ჩვენ ვისური იყო დირექტორად და როცა ჩვენ რეზო მიშველაძეს დაუვეკეთ და კითხავთ როგორ ვიდექით რეზო მიშველაძე მიიტანა იქ ორი მაგიდა უკვე მოწყობილ აღდგენილ და იმ შენობაში რომელიც წერლებს ისტორიულად და 7 წელი იდგა ის ორი მაგიდა მწერალთა სახლის ერთ-ერთ ოთახში. გაქვთ ამაზე ინფორმაცია? 7 წელი იდგა უწყვეტად და მუშაობდა ბატონ რეზო და ყველა თაობისთვის ღია იყო. უნდა მქონდეს გეუბნებით რომ ჩვენ ერთი პატარა მაგიდაც არ ქონდა გარდა იმისა რომ თქვა როგორც ყველა სტუმარს შეუძლია შესვლა ჩვენ შევდიოდით და ჩვენ კუთვნილ შენობაში რომელიც ისტორიულად მეკუთვნოდა დღემდე ვარ სტუმრები. აი ეს არის რეალობა. და დღესაც ხელმიუწვდომელია მწერალთა სახლი თქვენთვის? როგორც მაშინ იყო ისე ისე არის. დღესაც ჩვენ არაგვარ ჩვენ ავართ დაანგრეულ ავარიულ შენობაში. მაყვალა გონაშვილის წულუკიანის კომისიაზე მისვლა მოულოდნელი არ ყოფილა იმ ლიტერატორებისთვის, ვინც ზუსტად იცის, რა გზას გადის ქართული თანამედროვე მწერლობა რეპრესიების პირობებში. ამას უკვე მივაჩვენეთ მთელი ამ წლების მანძილზე, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში რომ სწორედ ის უნდა დააბრალო, ეს რასაც თავად აკეთებ, იმიტომ რომ შეინარჩუნოს დაძაბულობის ისტორიული ველი და ამ ველის შენარჩუნება მათ ჭირდება თავისი აღმრჩევლისთვის. რაც აკეთებს ლაშა ამ თავის სიგნებში, ხო? იმ ბოლო სიგნებში განსაკუთრებით რომელსაც ახლა რომელიც მე იმ ბოლო ტექსტებში რომელიც გულისხმე აჩვენებს, აშიშვლებს სტალინიზმის შემზარავ, ხო, ანტიჰუმანურ, ნუ სასაცილო ამ სიტყვებზე ლაპარაკი ხო თვითონ ყველაფერი ვიცით ბუნებას სწორედ იმ რეჟიმის ბუნებას რომლის კიჩუმი ბაზვასაც ესენი ცდილობენ. მე ვფიქრობდი ნატაშას ლაშას რომ ნახა უნდა ვკითხო. ვუთხრამეთ კი ჯერ თავდასხმა ჯერ შეტევა მიიტანეს ამ წუხელიზე ხო ხედავ როგორ საზოგადოებაში აღმოჩნდა გენიალური საზოგადოება ამ წუხელიზე და მე ხო მე ლაშა მე ეს არა კიდე ეყოლება სამიზნებიდან არ აღავთ ახლა ეს ხდომის ვიდეო რაც ვნახე იქ არანაირად არ შეინიშნება არავის განწყობა არც თანამშრომლობის არც მართლა ლიტერატურის დაფასების არც რაღაცნაირი განვითარების სურვილის აი ყველაფერი ატარებს სადამსჯელო ხასიათს ეს ემსახურება რაღაცნაირად სხვა ადამიანების დაკნინებას და გაშავებას და მათი შრომის გაუფასურებას პირველი უსამართლო ამბავი ოცნების ხელისუფლების პირობებში პოეტ ზრიად რატიანის ჩაგვრის ცდელობა იყო. რატიანი დღესაც სცემეს. მას ავტობუსში ოცნების ტიტუშკები თავს დაესხნენ. ეს მწერალზე თავდასხმისა და ფიზიკური ანგარიშის წორების ვერ მოვთვლით მერამდენი შემთხვევაა. ერთი და მთავარი უსამართლობა და მწერლების ცენზურის ცდელობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის თავგადასავალს უკავშირდება. ოცნებამ წიგნის ფონდი გააუქმა და მადლობის ნაცვლად წარმატებული პროექტის ავტორები ფესტივალის შემდეგ დასაჯა.
პირველები იყვნენ და ეს ამაში არ შეიძლება არ დამეთანხმოთ მწერლები, გამომცემლები, მთარგმნელები, რომლებმაც პირველებმა ყველაზე ხმამაღალი პროტესტი გამოთქვეს და რომლებიც ვერ მოთვინიერეს. ნუ ახლა მოთვინიერებას სასაცილოა ხო ლაპარაკი და ამბობთ კიდევაც საწყალი წულკენ საერთოდ აღარ იცის ვისი მინისტრია მე. წიგნის ცენტრის გაუქმების თანავე მალე მწერალთა სახლის მოთვინიერება, ხელმძღვანელის ჩანაცვლება ჩაიფიქრა, თუმცა საზოგადოების პროტესტის გამო ვერ მოახერხა. წერლობის მოთვინიერების უწყვეტი ამბავი გრძელია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, დაცენზურებული წიგნები და ჩაშლილი ლიტერატურული კონკურსები. სამაგიეროდ წიგნის ფესტივალები აჩვენებს, როგორ შორს მიმავალი პერსპექტივები ჰქონდა თანამედროვე ქართულ ცოცხალ ლიტერატურას ჩვენს ქვეყანაში და მაინც ლიტერატორების დევნა და მათთვის თავისუფლების წართმების მცდელობა ოცნების ნამდვილი ხელწერაა. ყოველთვის ასეთ ადამიანებზე იდგა რეჟიმი. ტოტალიტარული რეჟიმები ყოველთვის იდგნენ ესეთ ადამიანებზე და ყოველთვის იყენებდნენ ასეთ ადამიანებს, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები საბოლოო ჯამში ამოწურავენ თავიანთ რესურსს და ისინი სანაგვეზე იქნებიან გადაგდებულები. მაგრამ ამ წუთში, იმ მომენტში, როცა ეს ადამიანები საჭირო არიან, რეჟიმი მათ გაუკეთებს პატარა საჩუქრებს. ნატა ლომოურსკი უსამართლოდ დაკარგული თანამდებობაზე მეტად გული მაჩაბლის სახლში დღეს სხვა რამეებზე წყდება. ნახე რომ ზაზა შათირიშვილის ესა ლექციების კურსი დაიწყო მწერალთა სახლმა დავწერე რომ ყველაზე მეტად აი ყველა იმ ჩაშრილ პროექტზე უგემოვნობაზე იმიტომ რომ არ შეიძლება რომ დავით სარაჯიშვილის სახლში კეთდებოდეს ის ღონისძიებები რომელიც კეთდებოდა მგონია რომ ეგ მემკვიდრეობა სარაჯიშვილის მემკვიდრეობა და სარაჯიშვილის ხო საქმე რომელიც ჩვენ ვცდილობდით რომ გაგვეგრძელებინა ეგ მაინც მოუგებს ორჯონიკიძეების მემკვიდრეობას. არადა წიგნებს კითხულობენ პოლიტიკური პატიმრები, ღრმად მოაზროვნე ადამიანები და აი სწორედ ღრმა აზროვნების და წიგნიერებით შეშინებული რეჟიმის სამიზნეც წიგნიერებაა, რადგან თავისუფლება ინტელექტუალური აქტია, სწორედ ამიტომაა რეჟიმის მიზანი იბრძოლოს წიგნიერი საზოგადოებისა და ინტელექტუალური მეხსიერების წინააღმდეგ. როგორ მოხერხდა, ეს არის ჩემს გასაოცარი, როგორ მოხერხდა ამდენი წიგნის მოყვარული ადამიანის დაკავება. ამ წერილებმა მაჩვენა, რომ ეს არის ძალიან ღრმა და ძალიან ფაქიზის სულის ხალხი, რომელსაც ბევრად მეტის დანახვა შეუძლიათ, ვიდრე მთელ ჩვენ ხელისუფლებას ერთად აღებულს. აი ერთ რეზო გიგნაძეს უფრო მეტის დანახვა შეუძლია ერთ წინადადებაში, ვიდრე მთელ რეჟიმს. ეს არის პირველი გვერდი, რომელიც წიგნის ბაზრობაზე გადმომცა ერთმა გოგონამ, რომელსაც პატიმრებისთვის იყიდა წიგნი, აი ამ წიგნში მერაბ კოსტავაძე არის ეს წიგნი და წერია მადლობა რომ გვაძლიერებთ მამაცი ადამიანები საქართველოს სიყვარულში იბადებოდნენ მარად. წარწერიანი წიგნის შეტანა სამწუხაროდ ციხეში არ შეიძლება, მაგრამ ასე წარწერას ვერ გადავაგდებდი და შენახული მაქვს, როცა გამოვლენ პატიმრებს დავახვედრებ. აქ არის მაგალითად ჯემალ ქარჩხაძის ქარავანი, რომელიც რეზოს ძალიან უნდოდა და შესაბამის თამსიაში გვაქვს ლეოსას ცუდი გოგოს ოინები და ასევე ლეოსას დეიდა ხულია, რომელიც მე მგონი არ აქვს საკითხული. მეც კი მომიდა გადაკითხვას. ხო, მე მგონი ძალიან ესეთი დროული და საინტერესო ლიტერატურაა. ასევე გვაქვს მერაბ კოსტავაძის თავისთავად კი. ეს არის ნაწილი მკითხველების უცხო ადამიანების ნაყიდი წიგნები, რომელსაც მე უბრალოდ ვაგროვებ და ვაგზავნებ. აქეთ არის ანდრო ჭიჭინაძისთვის მკითხველების ნაყიდი წიგნები, ნიკა კაციასთვის, თონიკე გოშაძისთვის. ეს არის ნიკა კაციას, საირ არსენიშვილი და აჩიკო ქიქოძე. ობიექტურობისთვის მოისმინეთ წულუკიანის სხდომის სრული ჩანაწერი. იქ ბევრად საშიშ და მნიშვნელოვან თემებზეა ლაპარაკი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. როგორც ჩანს, ლიტერატორებისა და მწერლების დევნა ერთ მწერალზე ცხადია არ გაჩერდება.